გამარჯობა, მემართოთ გაჟის ადმინისტრატორი, საიტზე იყო შემოსული თხოვნა კომპიუტერს ხმა არ აქვს და აქ იკონიც გაქრავო. ეს იმის ბრალია, რომ არ აყენია აუდიო დრაივერი. ესე იგი, ჩვენ როდესაც კომპიუტერს ვხდით, მას მოყვება უჩვენოთ ორი დისკი. ეს არის ერთი არის თვითონ მონიტორის დრაივერი და მეორე არის დრაივერები, თვითონ არის შენი დრაივერები. ეს როს აძლია დისკს სახელი. ახლა მე განახებთ შევდეთ დისკს და როგორ იქნება და თუ არ მოყვა დისკი, განახებთ ინტერნეტიდან გადმოწერას. გახსნის დისკს. აი ესეთი პანჯარა იქნება. აქ არის სხვადასხვა დრაივერები, აქ არის USB info დრაივერი, USB, აი აუდიო დრაივერი დავაწერთ, აი აქ და დავინსერტ. ეს არის LAN დრაივერი, იმისთვის არცერტი, რომ ინტერნეტი ჩაერთვას. ეს როდესაც Windows ვაყენებთ, ეს ზოგიერთ Windows-ს მოყვება ეს პროგრამა, მაგრამ თუ არ მოყვება, ასლოთ დავინსტალებთ, რომ არც ინტერნეტი არ იქნება. აი არის Microsoft-ის დრაივერი და სხვადასხვა. დავინსტალებთ ამას, მოდით ახლა გამოწეროთ ინტერნეტიდან როგორ გადმოვწეროთ. ჯერად გამოვიყენოთ დისკს, შევდეთ Google-ზე და დავწეროთ audio drivers. არა Windows-ი გაქვს, Windows XP download. აქ შევვალთ აი მაგალითად პირველში. და თუ გვინდათ რომ ქართული საიტიდან გადავწეროთ, როდესაც წერთ იმას, წინ გავუწეროთ site 2.g და ქართული საიტებიდან იქნება. აი თქვათ აი ეს ოპაჯიდან აი აქედან გადმოწერთ software-ს. ამით ვიდეო გაგვექნებათ დასრულდა, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ შემოძანდეთ საიტზე და დატოვოთ კომენტარის სახით.